რატომ მიფუჭდება ეს ტექნიკა ასე ხშირად რა? ნახევარი ზეთი, ნახევარი ბენზინი. აი. გამარჯობა მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი ეპიზოდით იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოუვაროთ ბენზინზე და ზეთზე მომუშავე ტექნიკას. ვიდეოში ნახავთ 10 საბაზისო რჩევას, რომელიც დაგვეხმარება გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე, ასეთ სათიბელებს, ხერხებს და ნებისმიერ ტექნიკას, რომელიც მუშაობს მოკლედ იგივე პრინციპით, როგორც ესე. ეს რჩევები შეიძლება ძალიან ისეთი საბაზისო იყოს, მოგეჩვენოთ, რომ ეს ისედაც იცით, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები ამას არ იყენებენ. ხშირ შემთხვევაში ტექნიკას აფუჭებს შეუსაბამო მოვლა და არა ის, რომ რაღაც ან ბრაკია, ან ასე შემდეგ. 90%-ში ტექნიკა ფუჭდება, თუ მას არ უვლით სათანადოდ. შესაბამისად, მოდი დავიცოთ ეს ძალიან მარტივი წესები და დიდხანს გვემსახურება მოკლედ ჩვენი ტექნიკა. მე ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, განვიხილავ Lux Garden-ის სათიბელას მაგალითზე. დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანით. როდესაც ტექნიკას შევიძენთ და ავაწყობთ, აუცილებელია ის დავქოქოთ და ვამუშაოთ თავისუფალ ბრუნზე რამდენიმე წუთი, დაახლოებით 20-25 წუთი. რომ ამას საქართველოში ეძახიან აპკატკის გატარებას, რომელიც რუსული ტერმინია და ქართულად ითარგმნება როგორც შემუშავება. ანუ ძრავის ნაწილები, რომელიც არის ახალი და საერთოდ არ უმუშავია, უნდა შეემუშაოს ერთმანეთს, მოერგოს. შესაბამისად, სჭირდება ამისთვის ძალიან ისეთი თავისუფალი ბრუნი. თუ ჩვენ მას როგორც კი დავქოქავთ, მაშინვე დავტვირთავთ, ეს შეუმუშავებელი ნაწილები შეიძლება დაზიანდეს და სამომავლოდ ძალიან ბევრი პრობლემა გამოავლინოს. ასე რომ, როდესაც შევიძენთ 20-25 წუთი, ვამუშაოთ თავისუფალ ბრუნზე, მოჯდება ეს ყველაფერი და მზად იქნება უკვე რომ გვემსახუროს დიდი ხანი. გადავიდეთ მეორე რჩევაზე, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი. აუცილებლად უნდა ვნახოთ და შევამოწმოთ და დავრწმუნდეთ, რომ ყველა ბოლტი არის დაჭერილი. ყველა სათიბელას და ტექნიკას მოყვება ესეთი toolkit-ი, ხელსაწყოების პატარა ჩანთა, სადაც მისთვის საჭირო ინსტრუმენტებია ჩალაგებული. სულ 5 წუთსაც არ წაიღებს, რომ შევამოწმოთ თითოეული ბოლტი ხომ არის დაჭერილი. იმიტომ რომ ხდება ხოლმე, მე შემხვედრია, რომ რაღაც გარკვეული ბოლტები არის ხოლმე მოშვებული, შესაბამისად ეს ვიბრაცია უფრო მეტად უშვებს და საბოლოო ჯამში ტექნიკა ფუჭდება. ეს ეხება არა მარტო ახალ ტექნიკას, არამედ როდესაც მას მუდმივად ვიყენებთ, ვინაიდან მუდმივ ვიბრაციაშია, შეიძლება რომ მოეშვას, ასე რომ პერიოდული გადამოწმება არის ხოლმე აუცილებელი. როდესაც უკვე ეს ყველანაირი ბოლტები შემოწმებულია, შემუშავება გავლილი აქვს ძრავს, უნდა გადავიდეთ შემდეგ რჩევაზე. ეს არის ხარისხიანი საწვავის და ხარისხიანი ზეთის ჩასხმა. ისე ძალიან ცოტა საწვავს მოიხურავს მსგავსი ტექნიკა, შესაბამისად ჯობია რომ ვიყიდოთ ხარისხიანი და დავრწმუნდეთ რომ კარგი საწვავზე მუშაობს ტექნიკა, ასევე კარგ ზეთზე, ვიდრე ვიყიდოთ რაღაც ისეთი საეჭო საწვავი და შემდეგ დავაზიანოთ კარბურატორი და შიდა წვის სისტემები. ვითომ ამ პატარა ტექნიკას აქვს ძალიან ბევრი დეტალი, რომელიც შეიძლება რომ უხარისხო საწვავმა დააზიანოს, გაბიდნოს. შესაბამისად, ის ეკონომია, რაც შეიძლებოდა რომ საწვავზე გაგვეკეთებინა იაფიანი საწვავის და იაფიანი ზეთის ჩასხმაზე, შემდეგ შეიძლება ამ ტექნიკის რემონტმა დაგვახარჯინოს უფრო მეტი. ასე რომ გამოვიყენოთ კარგი ხარისხიანი საწვავიც და ზეთიც. ახლა კი გადავიდეთ ამ ზეთის და ბენზინის შეზავებაზე. ზოგს გონია, რომ ვინაიდან ორტაქტიანია და შიდა ნაწილების შეპოხვა ამ ბენზინში გარეული ზეთით ხდება, გონიათ, რომ რაც უფრო მეტ ზეთს ჩაასხავენ, უფრო უკეთესად და დიდხანს იმუშავებს ძრავი. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. შეზავება უნდა მოხდეს იმ კომბინაციით, რაც დამამზადებელმა ქარხანამ დაუწერა ინსტრუქციაში. ზოგ შემთხვევაში ეს არის 1.25-თან, ზოგ შემთხვევაში არის 1.40-თან და ზოგან 1.50-თან. ასე რომ, როდესაც შეიძენთ ტექნიკას, გადახედეთ ინსტრუქციას და იმის მიხედვით შეაზავეთ ბენზინი და ზეთი. არასწორმა შეზავებამ შეიძლება გამოიწვიოს აალების სანთლის გაფუჭება, გარდა იმისა, რომ ფინანსურად ეს გახარჯინებს მეტ ფულს, ასევე ის პრობლემა არის, რომ შეიძლება შუა მუშაობაში გაგიფუჭდეს, იყოს სადღაც წასული და ვეღარ გააგრძელო მოკლედ სამუშაო. ასე რომ ყოველთვის დავიცვათ ინსტრუქცია. ტყუილად არ უწერენ ხოლმე იმ შესაბამის თანაფარდობას, რაც ეკუთვნის, ასე რომ ისეთი ნაზავი გავაკეთოთ, რომელიც ქარხანა დამამზადებელმა შეუსაბამა ამ ტექნიკას. ახლა გადავიდეთ მეხუთე რჩევაზე და ასევე ეს რჩევები არის შეცდომები, რომლებსაც უშვებენ ადამიანები და შემდეგ აბრალებენ ტექნიკას, რომ აი რა როგორ უცბად გაფუჭდა. მეხუთე რჩევა არის ის, რომ როდესაც დავქოქავთ ძრავს, პირდაპირ მაღალ ბრუნზე არ ვამუშავოთ. ეს არის ნებისმიერ დროს. ზამთარი იქნება თუ ზაფხული იქნება, რამდენიმე წუთი, რაღაც 2-3 წუთი სრულიად საკმარისი იქნება, რომ დავქოქავთ, უბრალოდ იმუშაოს ძრავმა გახურდეს და შემდეგ უკვე გადავიდეთ ჩვეულებრივ როგორც საჭიროა ისე მუშაობას. ეს სჭირდება
ნებისმიერ ტექნიკას, განსაკუთრებით ორტაქტიან ძრავებს, რომ ეს შეპოხვა შეგნით უცბად მოახერხოს და შემდეგ უკვე მზად იყოს მოკლედ გამოყენებისთვის. მეექვსე რჩევა იქნება, რომ ძრავები არ ვამუშავოთ სტაბილურად მაღალ ბრუნზე, რაც ნიშნავს, რომ არ შეიძლება რომ აი ერთი ხელი მოუჭიროთ ბოლომდე და რაღაც 1 საათი გაუჩერებლად ვთივოთ. ყველა რეკომენდაცია გვეუბნება იმას, რომ ძრავმა უნდა იმუშაოს ესეთი მაღალი დაბალი, ესეთი ბრუნებით. დინამიკაში უკვე კარგად ჩანს ხოლმე, რომ როდესაც ბალახს თიბავ გას მისცემ, როდესაც უკან ბრუნდები აღარ მისცემ და ასე შემდეგ. ასე უფრო დიდხანს განსახურება გადახურებისგან დავიცავთ ძრავს, ასე რომ არ უნდა დავაძალოთ. შემდეგი რჩევა, მე მგონი მე-7 რჩევა, იქნება ის, რომ არ დავტოვოთ ძველი საწვავი დიდი ხნით ესე გამოუყენებელ მდგომარეობაში. ვინაიდან ბენზინი იცით, რომ საკმაოდ სწრაფად ურთქლდება, ფუჭდება, ფეთქებადობას კარგავს, შესაბამისად, ეს დამაზიანებელია ძრავისთვის. ისევ აჭუჭყიანებს, აბინძურებს, არათანაბარი აფეთქება ხდება და მოკლედ აზიანებს ძრავს. რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ახლა რამდენსაც ჩავასხავთ, ზუსტად იმდენს ვერ გავთიბავთ, თუმცა რაღაც წინასწარი გათვლა გავაკეთოთ თუ რამდენი საწვავი დაგჭირდება. ასევე შემდეგი რჩევა მერვე იქნება, რომ შევამოწმოთ ხოლმე პერიოდულად აალების სანთლები. ეს როგორც წეგან თქვი, ზოგჯერ გადაგვარჩენს იმისგან, რომ საადღაც რო იქნებით სამუშაოდ წასული, უკან არ მოგვიწიოს მოbrunება ან გაჩერება. ძალიან მარტივი პროცესია, შესაბამისად, სანამ დავიწყებთ მუშაობას, შეგვიძლია რომ უბრალოდ გადავამოწმოთ რა მდგომარეობაშია აალების სანთლები. თუ ერთი სათადარიგო სანთელი გვექნება, რა თქმა უნდა, უკეთესია, რომ თან ვატაროთ. მეცხრე და ალბათ ერთ-ერთი უმთავრესი რჩევა იქნება, რომ სწორად შევარჩიოთ სათიბის პირი. რა საქმესაც ვაკეთებთ, იმის შესაბამისი პირი უნდა გვეყენოს სათიბელას. უამრავი ტიპის პირი არსებობს და თითეული მათგანი გათვლილია სხვადასხვა სამუშაოზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ძრავს ადგება ძალა. ამას შეატყობთ ხმაზე. როდესაც აი ძალა ადგება, პირი ვერ ერევა, შესაბამისად ჯობია რომ ვიხმაროთ შესაბამისი პირები. თოკებზე ამბობენ რომ აი რაღაც უნივერსალური გონია, თუმცა არ არის რა თქმა უნდა ეს თოკის ხმარება უნივერსალური, ყველა სამუშაო შეესაბამება თავისი პირი. ეგ შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში, იმიტომ რომ უამრავი სახის არსებობს, როგორი მუშაობს ბალახზე, როგორი მუშაობს მაყვალზე და ასე შემდეგ. დღეისათვის მეათე და ბოლო რჩევა იქნება, რომ როდესაც საქმეს დავასრულებთ, აუცილებლად გავწმინდოთ რაღაც საბაზისო დონეზე მაინც სათიბელი. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ ზიანს არ მიაყენებს, ერთხელ და ორჯერ თუ არ გავწმენთ, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ჭუჭყი ძალიან დიდ თავის ტკივილს უჩენს მოკლედ ტექნიკას. აქ გვაქვს ჩვენ ორი სათიბელა, რომელიც, ეს რა თქმა უნდა, ახალია, თუმცა ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ რაღაც ელემენტარულ დონეზე სისუფთავე შევინარჩუნო ხოლმე. ერთი რომ ვიზუალურად ქსიამოვნებს ადამიანს სუფთას რო უყურებ და მეორე როგორც აღნიშნე, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს დიდ პრობლემას უქმნის სათიბელას. განსაკუთრებით სეზონის ბოლოს, როდესაც ვიცით, რომ დიდი ხანი აღარ გამოვიყენებთ სათიბელას, ჯობია რომ საფუძვლიანად გავასუფთავოთ, გავწმინდოთ, იმიტომ რომ შემდეგ ეს ჭუჭყი და ნაგავი და ზეთის ნაგარი ჩაჯდება სხვადასხვა დეტალებში, გაბიდნის, გააფუჭებს და მოკლედ შემდეგ უფრო დიდი წვალება მოგვიწევს, ვიდრე იმ მომენტში რაღაც 5-10 წუთი დავუთმოთ ჩვენ ტექნიკას. ასე რომ მეგობრებო, ჯობია ეს მარტივი წესები დავიცვათ, თუ გვინდა რომ დიდხანს გვემსახუროს ტექნიკა. როგორც დასაწყისში ვთქვი, ხშირ შემთხვევაში ტექნიკას აფუჭებს არასწორი გამოყენება და არა ქარხნული წუნი. ასე რომ თუ ესეთ ელემენტარულ ყურადღებას გამოვიჩენთ ტექნიკის მიმართ, გვემსახურება დიდხანს. მადლობა რომ მიყურეთ. ცოტა ხანში ნახავთ ძალიან მაგარ ეპიზოდს, რომელიც ეხა მზადების პერიოდში არის. დაელოდეთ ახალ ვიდეოებს, მთელი სეზონი ჯერ წინ არის და ვეცდები რომ უკეთესი და უკეთესი ვიდეოები შემოგთავაზოთ.